ვეფხისტყაოსნის ზეპირად ცოდნის ტრადიცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა გახდა. სახელმწიფო ნუსხას კიდევ ერთი ძეგლი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ინიციატივით შეემატა. შესაბამის ბრძანება სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ხელი დღეს 1 ოქტომბერს მოაწერა. აღნიშნულთან დაკავშირებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესტუმრნენ. მათი თქმით, პროექტმა, რომელიც უნივერსიტეტის ფილოლოგიის სპეციალობის 7 სტუდენტმა და მეცნიერებათა დოქტორმა ნესტან სულავამ მოამზადეს, მოწონება დაემსახურა. მომავლოდ სტუმრები სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას გეგმავენ. ძალიან ბედნიერი ვარ და კმაყოფილი ვარ იმით, რომ სწორედ სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სახელით გავიდა და ჩვენი სტუდენტების მიერ მომზადებული ჩემი ხელმძღვანელობით გახლავთ ეს პროექტი, იმიტომ რომ მე მეამაყება მესხეთში, რომ უნივერსიტეტში ასეთი დიდი ინტერესია შოთა რუსთველისა და მისი პოემისადმი. ეს არის ტრადიცია, რომელმაც საუკუნეები გამოიარა და დღესაც აქტუალურია არა მხოლოდ ამ კუთხეში და პირველ რიგში ამ კუთხეში, არამედ მთელ საქართველოში და მინდა მთელ სამცხე-ჯავახეთს უნივერსიტეტს მიულოცო ამ არაჩვეულებრივი ელემენტისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭება. ვფიქრობთ, რომ რეგიონში ზოგადად მესხეთში ამ ორი ინსტიტუციის თანამშრომლობა ძალიან კარგ შედეგებს მოიტანს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით.